მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც მიტევების კვირით სრულდება, იწყება დიდი მარხვა და იგი 58 დღეს გრძელდება. დიდი მარხვის პირველი და ბოლო შვიდეული განსაკუთრებული მსახურებითა და სიმკაცრით გამოირჩევა. თუ როგორ წარიმართება მთელი მარხვის პერიოდი, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაატარებს ქრისტიანი მარხვის პირველ კვირას. ამ პერიოდში მსახურება აბსოლუტურად სხვანაირად მიდის, ტიპიკონი სხვანაირად არის. ამ პერიოდში იწყება სწორედ ერთი ლოცვა, რომელიც არის ეფრემასურის ლოცვა, რომელიც დილას აღამოს ლოცვებს ებმევა, მაგრამ აი პირველი კვირის მსახურების ჟამს სპეციალური ტიპიკონით მიდის მსახურება, ესე იგი ჟამნებში ხდება ჩართვა ეფრემასურის ლოცვისა და ამავდროულად პირველი 4 დღის განმავლობაში, პირველი კვირის, მარხვის პირველი კვირის 4 დღის განმავლობაში იკითხება ანდრია კრეტელის ლოცვა. წმინდა ანდრია კრეტელის კანონები დიდი მარხვის პირველ შვიდეულში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, დიდი მწუხრის დასრულების შემდეგ იკითხება. პირველ კვირაში იმიტომ ხდება ამის წაკითხვა ანდრია კრეტელის. ბოლოშიც ხდება ანდრია კრეტელის წაკითხვა მთლიანად. მაგრამ ამ კვირაში 4 ნაწილად არის ეს გაყოფილი და ეს 4 დღეზე არის გადანაწილებული. და ეს მიზანმიმართულად არის, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს რისთვის მარხულობს. აღდგომის დღესასწაული ერთდროულად არის ერთი დიდი სიხარული კაცობრიობისთვის, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი დამოფიქრებელიც, იმიტომ რომ ადამიანმა ღმერთს აი ამ პარასკევს გამოუტანა სიკვდილის განაჩენი. ამიტომ ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს და უნდა იაზრებდეს იმას, თუ რანაბიჯი გადადგა უფალმა ადამიანებთან მიმართებაში და რანაბიჯი გადადგა ადამიანმა უფალთან მიმართებაში. ჩვენც არ აღმოჩნდეთ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს ქრისტეს. ამიტომ ეს ანდრია კრეტელის ლოცვა სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ თავად უფალმა გითხრა, რომ არა მოსულ არ მართალთა წოდებათ, არამედ ცოდვილთა სინანულად. აი ეს ანდრია კრეტელის ლოცვა არის სინანულის საგალობელი. ეს არის რომ ადამიანს დაანახოს საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ. ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება პირველ შეწირულის ლიტურგია. სხვა სადაგ დღეებში წირვა არ აღესრულება. ეს წირვა განსხვავებული არის წირვებისგან, რომელიც სადაგ დღეებში ტარდება, ან წლის ნებისმიერ პერიოდში და თქვათ კვირის მსახურებისგან. და ესეც იმიტომ არის განსაზღვრული, რომ აი ამ პერიოდში რადგან ხალხი ტაძარში უნდა იმყოფებოდეს და უმჯობესი არის და დადგენილი ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ აი ამ პერიოდში ყველა ქრისტიანი მოდიოდა ტაძარში, ესწრებოდა ამ მსახურებას და ისმენდა კრეტელის ლოცვას, თავისთავად საკვების მიღებაც გართულებული იყო და აქედან გამომდინარე მარხვაც ესე სიმკაცრესთანაც ამასთანაც არის დაკავშირებული, რომ ძნელი არის, რომ ეხლა რაღაც ტაძარში იყო მთელი დღის განმავლობაში და თქვათ ისევე იკვებო, როგორც დღის ნებისმიერ პერიოდში, როდესაც თქვათ არ მარხულობ, ან კი მარხულობ, მაგრამ სახლში შეგიძლია რომ იყო. ამ პერიოდში აი 4 შაბათი პარასკევს ხდებოდა სწორედ ამისთვის, რომ თუ კი ადამიანები ტაძარში ივლიდნენ გასაძლიერებლად ხდებოდა პირველ შეწირული ლიტურგიის ჩატარება. და აი ამ პერიოდში ხდებოდა მათი ზიარებაც, გაძლიერებისთვის არის ეს. დიდი მარხვის პირველ შაბათს ეკლესია აღნიშნავს წმინდა თეოდორე ტირონის ხსენებას. ამ დღეს იკურთხება კოლიო და აღესრულება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია. თეოდორე ტირონი გარდაცვლილი არის 306 წელს მოწამე არის ის. 50 წლის მერე იყო იმპერატორი იულიანე გამდგომელი, რომელიც შეეცადა, რომ ქრისტიანებისთვის დაერღვევინებინა მარხვა. ამიტომ პირველი კვირის შვიდეულში ყოველ დღე, ესე იგი, გასცა ბრძანება, რომ მისულიყვნენ ბაზრებში, სადაც კი საკვები იყიდებოდა და ესე ნაკერპავის სისხლი მოესხურებინა საკვებზე, რათა ქრისტიანებს გაეტეხათ მარხვა. და ეს იძულებით ასეთი ხერხს მიმართა. ამიტომ ადამიანები საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ აი ამ შემთხვევაში, რომ საკვები ფაქტიურად აღარ იქნებოდა არანაირი ქალაქში, როგორ შეიძლებოდა, რომ მათ შეენახათ მარხვა, ისე რომ არ გაეტეხათ და ესე ნაკერპავი არ მიიღოთ. სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეცხადება თეოდორე ტირონი და ეტყვის მას, რომ
ყველა ოჯახში იმ პერიოდისთვის იყო ხორბალი, ინახებოდა. და ჰქონდათ თაფლიან ტკბილეული რამე ასეთი. და ეს მოეხარშათ, ეს ეჭამათ და ასეთი სახით გადაელახათ ეს დაბრკოლება და ეს არ გაედახათ მარხვა. სიტყვა ქართულში ეს რაც იხარშება, ეს ხორბალი, რომელიც თაფლით იხარშება, კოლეო ქვია. კოლეო. ბერძნული სიტყვით კოლეო ნიშნავს დაბრკოლებას. და ესეც ამასთანაა დაკავშირებული, ეს დაბრკოლება ესეთი სახით იქნა გადალახული. ამიტომ თეოდორე ტირონის ხსენებას ამ კვირის შაბათისთვის, იმიტომ იხსენიებს ეკლესია, რომ მისი დახმარებით მოხდა ადამიანების დაცვა, ესე იგი, რომ მათ არ გაეტეხათ ეს პირველი კვირა. დიდი მარხვის პირველი შვიდეული მართლმადიდებლობის ზეიმით სრულდება. ამ დღეს ქრისტიანები ხატმებრძოლეობაზე გამარჯვებას ზეიმობს. მე-7 საუკუნეში ბიზანტიაში ახალი ერესი წარმოიშვა, რომელიც ხატმებრძოლეობის სახელითაა ცნობილი. მთავარი, რაშიც მათი მიმდევრები ქრისტიანებს ბრალს დებდნენ, კერთთაყვანისცემა იყო. იდევნებოდნენ როგორც ის სასულიერო პირები, ეპისკოპოსების ადამიანები, ვინც ხატთაყვანსებდნენ და ამავდროულად ნადგურდებოდა ხატები, რომელიც დასაბამს თვითონ ქრისტიანობიდანვე იღებს თვითონ ქრისტეს განკაცებაც. ერთ-ერთი კუთხით არის კიდევაც ხატება, ღვთის ხატება აღბეჭდა ადამიანზე. ეს ფაქტიურად არის თავიდან შექმნა ადამიანისა. მას პავლე მოციქული მაცხოვარს აღმადგინებელსაც უწოდებს, იმიტომ რომ მან აღადგინა ის ხატება ადამიანში, რომელიც ადამიანმა თავის თავში შერყნა და მეორე ყველა ადამიანში შემოვიდა ეს. ამიტომ სწორედ ამ პერიოდიდან ხატწერა ჩვეულებრივად მიღებული იყო ქრისტიანობაში, როგორც ღვთის არსის, როგორც განკაცებული ღმერთის გადმოტანა გარკვეული სახით. და ეს სულიერი სახის გადმოტანა იყო და მისდამი პატივისცემა და მისი მეშვეობით უფალთან ურთიერთობა. და ამავდროულად ეს ხატები მრავალ სასწაულს ახდენ, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ უფალისთვის შეწირული იყო ეს და ამ ხატების მეშვეობით, როგორც მაშინ მოქმედებდა, დღევანდელ დღესაც მოქმედებს, დღევანდელ დღესაც უამრავი ხატის მეშვეობით ხდება სასწაულები. მაგრამ აი ამ პერიოდში გარკვეულწილად დოგმატური სახის შეკამათება იყო, დაპირისპირება იყო და მიიჩნევდა, რომ ეს რაღაც გარკვეულწილად წარმართობასთან იყო დაკავშირებული. და არ შეიძლებოდა, რომ უფალი გამოსახულიყო რამენაირად რამეზე. 842 წელს მე-7 მსოფლიო კრების დადგენილებით ხატმებრძოლთა ერესი საბოლოოდ დაიგმო. ხატთა თაყვანისცემა აღდგა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოცხადდა. ამ დღეს ისევე როგორც დიდი მარხვის ყოველ კვირას წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება. მართლმადიდებლობის ზეიმი, იმიტომ დღესასწაულება, რომ ამ პერიოდში მოხდა დამარცხება ხატმებრძოლებისა და აი ამ პერიოდიდან, ესე იგი, ხატის თაყვანისცემა მიღებული იქნა ჩვეულებრივად, ესე იგი მართლმადიდებლობის სამყაროში შენარჩუნებული იქნა ხატების თაყვანისცემა. მარხვის პირველი შვიდეული გამორჩეულია მარხვის თვალსაზრისითაც. ამ პერიოდში ქრისტიანები მხოლოდ უზეთო საკვებს იღებენ, თუმცა თვითნებურად რაიმე საკრძალვა დაუშვებელია. კონსულტაციისათვის აუცილებლად უნდა მივმართოთ მოძღვარს და მისი ლოცვა კურთხევის შესაბამისად მოვიქცეთ. როგორც წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს, თუ კი უკიდურესად გადატვირთავს სხეულს მარხვით, მაშინ იგი გაღიზიანდება და შენი მარხვა არ იქნება სრული. სული დაკარგავს სიმშვიდეს. გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. სულიერი სიმშვიდით, ღვთის სიყვარულითა და მორჩილებით გაგეტარებინოთ ეს მარხვა.